პრემიერ-მინისტრის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება სამუშაო პროცესი პროდუქტებზე არსებულ მაღალ ფასებს უკავშირდება, რომლის შემცირებისათვის პრემიერის განცხადებით სივრცე არსებობს. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში იწყება. შალვა სუმბაძე გვერდება. ახლა პირდაპირ ეთერში. შალვა, გისმენთ. საცალო-ქსელებთან შეხვედრიდან 2 დღის შემდეგ უკვე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება სამთავრობო საკოორდინაციო კომისია. რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი უკვე შევიდა შეხვედრაზე, ასევე შეხვედრაზე შესულია ასე ვთქვათ ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც თავის მხრივ კიდევ 90-ზე მეტ კომპანიას მოიცავს და შეხვედრამდე სწორედ ამ ასოციაციის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ აქვთ პრემიერთან გარკვეულ საკითხებზე სასაუბრო, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს გარკვეული შესაძლებლობები ფასების შემცირების და ამ მიმართულებით მათ აქვთ იმედი, რომ მთავრობის მეთაური ასე ვთქვათ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ ამ პრობლემების გადაჭრა მოხდეს. თავის მხრივ სადისტრიბუციო კომპანიები ადასტურებენ, რომ რიგ შემთხვევაში არსებობს არა მხოლოდ 90%-იანი ფასნამატი, არამედ უფრო მეტიც, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფერს განაპირობებს ის გადასახადები, რომელიც მათ შორის საცალო-ქსელების მხრიდან არსებობს მათთვის. საუბარია ეგრეთ წოდებულ кэშბექებზე, ასევე დახელზე განთავსების და მაღაზიაში შესვლის საკომისიოზე, რაც მათი თქმით აძვირებს პროდუქტებს და თუ კი ამ ასე ვთქვათ პრაქტიკის მიახლოვება მოხდება ევროპულ სტანდარტებთან, ისინი ფიქრობენ, რომ პროდუქტების გაიაფების ალბათობა არსებობს. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როგორც ჩვენ ასოციაციის ხელმძღვანელმა გითხრა, რომელსაც დღეს კომისიაზე განიხილავენ. კიდევ რა შეეხება საუბარი, ამის შესახებ ჯერჯერობით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა ალბათ უფრო მეტ დეტალს მოვისმენთ მას შემდეგ, რაც ასოციაციის წარმომადგენლები და კომპანიის წარმომადგენლები დატოვებენ შეხვედრას. სადისტრიბუციო სექტორისთვის თუ კი საცალო ვაჭრობის ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები მოექცევა რეგულირების ჩარჩოში, არსებობს სივრცე, რომ გამოანთავისუფლონ თანხა და ის გადასახადები დაზოგო, რაც აბოლოოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს ფასზე და მწარმოებლები, არა მარტო სადისტრიბუციო. რეალურად ის დამატებით თითოეული ხარჯი, რომელსაც აყენებს ქსელური მარკეტი, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე და თუ კი ეს მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად გარკვეულ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, ეს დადებით ზეგავლენას აბოლოოდ მოაქვს. რაც შეეხება დისტრიბუტორებს, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია დათანხმდეს ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს, ეგრეთ წოდებული кэშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და კიდევ სხვა დამატებით ხარჯები, რომლის გაღებაც უწევს და რომელიც აბოლოოდ ისახება ფასში. ანუ თუ დოკუმენტურად შეიძლება ჩანდეს, რომ ფასნამატი არის მწარმოებლის, რეალურად იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება. როგორც იცით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობა კვირის დასაწყისში დაიწყო. მათ პირველი შეხვედრა სწორედ ამ კვირის დასაწყისში ჰქონდათ და ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ასევე სურსათთან ერთად აღნიშნული კომისია იმსჯელებდა მედიკამენტებისა და საწვავის ფასზეც. როგორც ჩვენ ვიცით, უკვე დაანონსებულია საცალო-ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ უკვე მომავალ კვირაში შეხვედრები გაიმართება როგორც აფთიაქებთან და მედიკამენტების იმპორტიორებთან, ასევე საწვავის იმპორტიორებთანაც. მადლობა შალვა, პირდაპირ ეთერში ეს იყო შალვა სუმბაძე.